ოლიგარქის უფროსი ვაჟის სკანდალური შეხვედრა იაპონური მედია უტა ივანიშვილისა და იაპონიაში საქართველოს ელჩის საეჭვო შეხვედრის შესახებ წერს. ონლაინ გამოცემა რესტორანში სადილის ვიდეოს აქვეყნებს და საუბრობს გარემოებებზე, რომლებიც ამ არაფორმალურ შეხვედრას შესაძლო დანაშაულად აქცევს. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის ბოლოს ელჩმა ოლიგარქის ვაჟს გადასცა შავი ჩანთა და უთხრა ადგილზე არ გაეხსნა. არსებობს ვერსია, რომ ეს შეხვედრა საფინანსო პრობლემების მოგვარებას ემსახურებოდა და ელჩმა ოლიგარქის შვილს ნაღდი ფულით სავსე ჩანთა გადასცა. ამ ვერსიის მტკიცებულებად განიხილება ელჩის ნათქვამი და უტა ივანიშვილის ფინანსური აქტივობები ტოკიოში. დიდი ალბათობით ივანიშვილებს საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებით მართლად აქვთ პრობლემები ახალი საერთაშორისო სანქციების შემდეგ და ოლიგარქი სახელმწიფოს და დიპლომატებს საკუთარი ფულის ტრანზიტისთვის იყენებს. ჩვენი ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. Ეხპატა დადასტურებით, რა თქმა უნდა, არავინ იცის და არავის შეუძლია თქვას რა იდო შავ ჩანთაში, თუმცა თავად იაპონური მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც მოამზადეს, შეიძლება ითქვას საგამოძიებო რეპორტაჟი რუსი ოლიგარქის, როგორც თავად უწოდებენ, ბიძინა ივანიშვილის შვილ უტა ივანიშვილზე და მის იაპონიაში ცხოვრებაზე, ვარაუდობენ, რომ ამ შავ ჩანთაში იდო ქეში და სწორედ ეს თანხა გადასცა იაპონიაში საქართველოს ელჩმა თემურ ლეჟავამ ოლიგარქის შვილს იმიტომ რომ როგორც ჩანს სანქცირებულ ივანიშვილს საერთაშორისო გადარიცხვები გაკეთება აღარ შეუძლია და შესაბამისად ასე აწვდის საკუთარ შვილს თანხას. რაც შეეხება ზოგადად ამ გამოძიებას, უტა ივანიშვილიც დაინტერესდა იაპონური მედია და მას სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა ტერიტორიაში ტოკიოში დაყვებოდნენ და აკვირდებოდნენ, სად გადაადგილდებოდა, რას აკეთებდა, რას საქმიანობდა და ასე შემდეგ. კონკრეტულად ამ შეხვედრით დავიწყოთ, რაც ამ შეხვედრას ეხება. იაპონურმა მედიამ გაავრცელა ვიდეო და ასევე ფოტო მასალა, სადაც თემურ ლეჟავა ძალიან კარგად ჩანს და აღიქმება, რომ ის არის, თუმცა უტა ივანიშვილი არის ბლარი ადევს მას, იმიტომ რომ ის არის არაოფიციალური პირი და შესაბამისად სტანდარტები დაიცვეს ჟურნალისტებმა, თუმცა დადასტურებულად თავად ჟურნალისტებიც ამბობენ იქვე საგამოძიებო ამ რეპორტაჟში, რომ ეს არის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი. აქ ასევე როგორც ჩანს, მათ გაიგეს იმ მოკლე საუბრის შესახებ, რომელიც ბოლოს იყო დამშვიდობების დროს უტა ივანიშვილსა და თემურ ლეჟავას შორის და ამ საუბრის შესახებ ყვება თავად ჟურნალისტი საგამოძიებო რეპორტაჟში, თუმცა უნდა ითქვას, რომ 24 იანვარს ეს შეხვედრა ტოკიოში ერთ-ერთ კაფეში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ორივე მამაკაცი ქართულ ენაზე საუბრობდა. დამშვიდობების შემდეგ პიჯაკში ჩაცმულმა მამაკაცმა მას დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა. აქ არ გახსნა, იმედია ეს დაგეხმარება. სპორტულ სამოში ჩაცმულმა მამაკაცმა ჩანთა აიღო და რესტორანი დატოვა. პიჯაკიანი პიროვნება კი მას უყურებდა. პიჯაკში ჩაცმული კაცი გახდა საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა. ხოლო პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობი იყო, აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი. გამოცემა ბუნშვენი ჟურნალისტები ძალიან ვრცლად საუბრობენ ზოგადად ივანიშვილის როლზე საქართველოში, მის კავშირებთან რუსეთში და იმაზე, რომ ის დადასტურებულად არის რუსეთის მიერ მართული რუსი ოლიგარქი და ისინი განიხილავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამ მოვლენებში ბიძინა ივანიშვილის როლს, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამენ და პირდაპირ ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორები, დასავლელი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ივანიშვილი რუსულ დავალებას ასრულებს და საქართველოში დიქტატურის დამყარება სურს, რასაც ქვეყანაში მოყვა საპროტესტო აქციები და ამაზეც საუბრობენ იაპონელი ჟურნალისტები და ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ სანქციების შემდეგ უტა ივანიშვილზე და ოჯახის სხვა წევრებზე გადაფორმდა ძალიან ბევრი ქონება, რაც ივანიშვილის კომპანიების საკუთრება იყო და ამ გზით რაღაცნაირად ივანიშვილი ცდილობს, რომ სანქციებს თავი აარიდოს და ფული არ დაკარგოს და როგორც ჩანს იაპონელი ჟურნალისტების ვარაუდით, ამას უკავშირდება სწორედ უტა ივანიშვილის იაპონიაში გადაბარგებაც და ამბობენ, რომ სავარაუდოდ ახლა იაპონიაში ცდილობს ივანიშვილების ოჯახი, რომ რაღაცნაირად ის ფული შეინარჩუნონ, რაც უკვე დასანქცირებულია და რასაც ეხება გაყინვა ამერიკული თუ ევროპული სანქციებით. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ გასულ წელს ზაფხულში უტა ივანიშვილმა დაახლოებით $3.5 მილიონ იყიდა ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში
სახლი და სწორედ ამასთან დაკავშირებითაც ესაუბრება ჟურნალისტი უტა ივანიშვილს, როდესაც ჰქონდა შესაძლებლობა რომ რამდენიმე წუთით გასაუბრებოდა ოლიგარქის შვილს, ცდილობს რომ ძალიან ბევრი კითხვა დაუსვას და ჩვენ ამ საუბრის ნაწილი, რაღაც ნაწილი არის რუსულად, რაღაც ნაწილი იაპონურად, იმიტომ რომ რადგან უტა ივანიშვილი ამბობს რომ იაპონურს სწავლობს და შეუძლია რაღაცებზე პასუხისგაცემა ამ ენაზე, შესაბამისად ჩვენ მოვიძიეთ და ვნახეთ იაპონურიდანაც ნათარგმნი ამ ინტერვიუს შინაარსი და რაც იყო ინტერნეტში, რაც იძებნებოდა, ამას გთავაზობთ ახლა სრულად. Я работаю дизайнером, гейм-дизайнером. Какой? Сложно объяснить, потому что маленький стартап, так что мы только начинаем. Сложно сказать, сложно в деталях объяснить. Я не знаю. 2 года назад. 2ヶ月勉強しました。日本語難しい。日本。Я учу 2 месяца онлайн. Но только 2 месяца, поэтому пока плохо разговариваю. A 氏をめぐっては、昨年末にジョージアで ATU という会社を設立したこと、それが父親の資産凍結を契機とした資産移転の一環なのではないかと報じられている。だが、直撃で ATU という会社を作ったか尋ねると A 氏は否定。そして、ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იაპონიაში ყოფნის დროს უტა ივანიშვილმა იაპონიიდან საქართველოში დაარსა კომპანიები და ეს ყველაფერი და ზოგადად მისი საქმიანობაც ბუნდოვანი საქმიანობა, როგორც იქაური ჟურნალისტები ამბობენ, უტა ივანიშვილის აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ცდილობს ოლიგარქის ოჯახი რომ იაპონია გამოიყენოს გზად, რომ სანქციებს რაღაცნაირად თავი აარიდონ. ფაქტია, რომ იქაური ჟურნალისტები დაინტერესებულები არიან და აქტიურად ადევნებენ თვალს უტა ივანიშვილის იქ ცხოვრებას და ფინანსებს და იმ ხარჯებს, რომელსაც ის წევს იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში ცხოვრების განმავლობაში, იმასაც კი ამბობენ, რომ რუსი მეგობრებისთვის უტა ივანიშვილი ხშირად მართავს ძალიან დიდ წვეულებებს. შესაბამისად, ალბათ უნდა ველოდოთ კიდევ ახალ ინფორმაციებს იაპონელი ჟურნალისტებისგან, იმიტომ რომ ფაქტია ისინი დაინტერესებული არიან და თვალს ადევნებენ როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე იმას თუ რატომ ხდება ის ყველაფერი დღეს, რაც ხდება საქართველოში და ვისი გავლენით არის ახლა ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობაში.